სამზარეულოსთვის მასალის შერჩევა არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. ბიუჯეტის სტილი, გამძლეობა, მოვლა და ასე შემდეგ. ყველა მასალას აბსოლუტურად აქვს თავის პლუსებიც და მინუსებიც. გირჩევთ რომ სამზარეულოს დამზადების დროს ხარისხიან მასალაში თან ხარ დაგენანოთ. თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ზუსტად ერთ და იგივე ვიზუალის სამზარეულო ბიუჯეტურ ვარიანტში, შეგიძლიათ დაამზადოთ უფრო ძვირიან ვარიანტშიც. ვიზუალური ეფექტი ერთ და იგივე ექნება ორივე სამზარეულოს, თუმცა განსხვავებას იგრძნობთ წლების შემდეგ, როდესაც ხარისხიანი მასალებით დამზადებული სამზარეულო შეინარჩუნებს პირვანდელ ეფექტს, ხოლო ბიუჯეტური სამზარეულო დაკარგავს ამ ეფექტს და რამდენიმე წელიწადში მოგიწევთ რომ თავიდან დაამზადოთ ახალი სამზარეულო. რაც შეეხება მასალებს, თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა აწარმოებს ლამინატს, MDF-ს და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ყველაზე ხარისხიანი ნაწარმი აქვს ავსტრიას, გერმანიას, იტალიას. თუ ბიუჯეტურ ვერსიაში გინდათ დამზადება, შეგიძლიათ გამოიყენოთ თურქული ლამინატიც, თუმცა უხარისხოა და გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. ყველაზე იდეალური ვარიანტი სამზარეულოსთვის არის კორპუსის ლამინატით დამზადება, ფასადების MDF-ით. MDF-ის საშუალებას გაძლევთ რომ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ ფერი და ნებისმიერ ფერში შეღებოთ. რაც შეეხება ზედაპირისთვის იდეალური ვარიანტი არის ქვა, კვარცი, მარმარილო და ასე შემდეგ. ქვის ერთადერთი მინუსი არის სიძვირე. სხვა შემთხვევაში ზედაპირისთვის ქვა არის იდეალური ვარიანტი. რაც შეეხება მექანიზმებს, თუ კი შეარჩევთ ხარისხიან მასალას, ავსტრიულს, გერმანულს, იტალიურს, მექანიზმებიც აუცილებლად შეარჩიეთ ხარისხიანი, რადგან ხარისხიანი ლამინატი არის მძიმე და მექანიზმები, რაზეც ლამინატი უნდა აწყოთ, უნდა უძლებდეს წონას. კონკრეტულად არ დავასახელებ არც ერთ კომპანიას, სადაც შეიძლება შეიძინოთ ლამინატი. საქართველოში ბევრი კომპანია, რომელიც ყიდის ავსტრიულ, გერმანულ, იტალიურ და მაღალი ხარისხის ლამინატს. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. თუ კიდე რაიმე კითხვა გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. დროებით.